Როგორი ამინდი გველოდება კვირის განმავლობაში ამას თამარ ბუბაშვილისგან გავიგებთ, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვიერთდება თამარ დილამშვიდობის. დილამშვიდობის ორშაბათია და ტრადიციულად შემოგიერთდით გარემოს ეროვნული სააგენტოდან მთელი კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ უნდა ვისაუბროთ დეტალურად. ეს კვირა შეგვიძლია ასე პირობითად ორ ნაწილად გავყოთ. კვირის პირველი ნახევარი იქნება უფრო უნალექო, ტემპერატურაც მოიმატებს, თუმცა კვირის ბოლოდან უკვე ნელ-ნელა ნალექი მოიმატებს და ტემპერატურა ცოტა დაიკლებს. თუმცა დეტალურად რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ჩვენს მასპინძელთან ერთად. ხათუნა ქოქოსაძე არის დღეს ჩვენთან ერთად. ქალბატონო ხათუნა, მოდით თავდაპირველად ზოგადად რომ ვთქვათ და ასევე მნიშვნელოვანია რომ ხაზი გავუსვათ ნალექს, იმიტომ რომ წვიმები აი გაზაფხულზეც უფრო მეტად გვაწუხებდა, იმიტომ რომ ნალექიანი იყო მეტნაკლებად. ნუ ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე აღვიქვამდით. ამიტომ რომ დავიწყოთ, მოდით ნალექით მიმდინარე კვირის განმავლობაში რამდენად ნალექიანი კვირა გველოდება. მოგესალმებით. დიახ, ეს გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდები კიდევ გადმოყვა ცოტა აქეთ ზაფხულის დასაწყის, თუმცა საქართველოს დაბლობში და ბარში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო მთიან და მაღალმთიან რაიონებში ხანმოკლე ხასიათის წვიმები იქნება აი ამ დღეებშიც, კვირის დასაწყისშიც. როგორც ვთქვით, დაბლობში და ბარში, დასავლეთში, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება 12-მდე. თუმცა აი დავაკონკრეტავთ, ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება რომ პერიოდულად ცოტა წამოწვიმოს, ხო, ოდნავ? დიახ, როგორც ვთქვით, უმეტესად უფრო მთიან და მაღალმთიან რაიონებში, შიდა ქართლშიც შესაძლებელია რომ მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმები იყოს, თუმცა მაინც უფრო მეტად უნალექო ამინდი იქნება აი ეს კვირის დასაწყისში. და 12-დან დღის მეორე ნახევარში უკვე დასავლეთ საქართველოს დაბლობში, მთიან მაღალმთიან რაიონებში, აქეთ აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც და მთასა და მაღალმთაშიც ზოგად ხანმოკლე ხასიათის წვიმები იქნება უფრო აი საღამო საათებში. ანუ უფრო გაზაფხულის წვიმები, ხო? რომ ანუ დიდხანს არ გაგრძელდება ასე. დიახ, აი ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი წვიმა აი ხანმოკლე ხასიათის ელჭექით იქნება წვიმები. ტემპერატურა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, შედარებით მაღალი ტემპერატურა იქნება კვირის დასაწყისში. დასავლეთ საქართველოში 28-32 გრადუსამდე მოიმატებს დაბლობში, აქეთ აღმოსავლეთ საქართველოშიც 28-32 გრადუსამდე, მთიან რაიონებში, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში 28-30 გრადუსამდე, მაღალმთაში 24-26 გრადუსის ფარგლებში იქნება და კვირის ბოლოს კიდევ აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში აი შაბათი კვირა იქნება დასავლეთის მიმართულების ქარი. დრო გამოშვებით გაძლიერდება 17-22 მეტრწამამდე. აი მოდით ქარზე მაინც უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აღმოსავლეთ საქართველოს რომელ ნაწილში უნდა ველოდოთ ქარს? დიახ, დასავლეთის მიმართულების ქარი იქნება შიდა ქართლში, გორი, სურამის მონაკვეთზე, შედარებით ძლიერი, მათ შორის თბილისშიც 17-22 მეტრწამამდე დრო გამოშვებით გაძლიერდება და მაღალმთიან რაიონებშიც, გუდაურში, კოპში. ანუ ეს ერთი დღის განმავლობაში იქნება ქარი, აი რო დავაკონკრეტოთ რა პერიოდს გულისხმობ? 13-დან უკვე დაიწყება ქარი და აი ეს გაძლიერება 17-22 მეტრწამამდე რო დრო გამოშვებით იქნება ხოლმე ეს ძლიერი ქარი შაბათ კვირას, ანუ 14-ში, 15-ში. ესე იგი შაბათი კვირა, ასე ვთქვათ, ქარიანის გვექნება და უფრო მეტად ნალექიანიც, ხო? დიახ, უფრო ყველაზე ამ კვირაში ყველაზე უფრო არამდგრადი ამინდი ამ კვირის
კვირის ბოლოს იქნება შაბათ კვირას. ანუ თქვენ თქვით რომ 28-32 გრადუს შორის იქნება ტემპერატურა. ხო მოდით რომ დავაკონკრეტოთ, აი მაგალითად დასავლეთ საქართველოსთან რომ დავიწყოთ, ზღვის სანაპიროდან სად უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება, იმიტომ რომ 28-32 შორის ცოტა არის განსხვავება. დიახ, სანაპირო რაიონებში 27-28 გრადუსი, მაქსიმუმ 29 გრადუსამდე მეტად არ მოიმატებს და კოლხეთის დაბლობზე, ქუთაისში, სამტრედია, ოზურგეთი, ზუგდიდი, აი სამეგრელოს ტერიტორიაზე, აქ დაახლოებით 30-32 გრადუსამდე მოიმატებს. ანუ კოლხეთის დაბლობზე უფრო მაღალი იქნება. აი მთაშიც რომ ვთქვათ, რა ჭაზე მოიმერეთი და აჭარის მთაც იქ რამდენი იქნება გრადუსი, ჰაერის ტემპერატურა. დიახ, მთიან რაიონებშიც დაახლოებით 27-28 გრადუსი იქნება მოსალოდნელი. ვთქვათ, ამბროლაური ხა უფრო კლიმატურადაც შედარებით უფრო თბილი ადგილი არის. იქ 28-29 გრადუსამდე მოიმატებს, ზემო იმერეთში 27-28 გრადუსი, აქეთ აჭარის მთიან რაიონებშიც ასე 27-28 გრადუსის ფარგლებში იქნება. და აღმოსავლეთ საქართველოს რო თქვათ კიდევ ერთხელ, ძირითადად კახეთი უფრო თბილია ხოლმე, ხო? ანუ უფრო მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ხოლმე კახეთში. ну პერიოდს გააჩნია რა თქმა უნდა და ამინდის პირობებსაც ხან პირიქით არის ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ხა როდესაც ჩვენ უკვე შემოჭრას ველოდებთ ანუ კვირის ბოლოს ამინდის გაუარესებას, აი ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში დაიკლებს ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე, სანაპიროზე 24-25 გრადუსამდე და აი აქეთ უკვე ეს სითბოს გადმოტანა უფრო აღმოსავლეთ საქართველოში მოხდება და შესაბამისად აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც მოიმატებს ტემპერატურა, მაინც მაღალი შენარჩუნდება დასავლეთთან შედარებით, თუმცა წინა დღეებთან მაინც დაიკლებს 30 გრადუსამდე და მათ შორის კახეთშიც 29-30 გრადუსამდე. აი შიდა ქართლში უფრო დაბალი იქნება 26-27 გრადუსი. ანუ კვირის მეორე ნახევრიდან დასავლეთში უფრო დაიწევს, მაგრამ აღმოსავლეთში მაინც მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ქარიანი და წვიმიანი დღეები გვეველდება. აი ზოგადად ივნისზე რო ვთქვათ, აი ივნისის საშუალო ტემპერატურა რამდენია და წლევანდელი პროგნოზი დაახლოებით მთელი თვის როგორი იქნება? ივნისის თვის პროგნოზით დასავლეთ საქართველოშიც, დასავლეთ საქართველოს დაბლობში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელი არის 21-24 გრადუსი, რაც 1-2 გრადუსით მაღალი არის საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. ანუ საკმაოდ ცხელი ივნისი გველოდება. ტემპერატურა ნალექს რაც შეეხება, ნალექი ნორმასთან ნაკლები არის მოსალოდნელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვიმები არ იქნება, წვიმები რა თქმა უნდა გამოშვებით ხანმოკლე ხასიათის წვიმები არის მოსალოდნელი და ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელი არის ტემპერატურა მოიმატოს დასავლეთ საქართველოში 36-37 გრადუსამდე, აქეთ აღმოსავლეთ საქართველოშიც დაახლოებით ასე 35-37 გრადუსამდე შესაძლებელი არის რომ ცალკეულ დღეებში მოიმატოს ტემპერატურა. დიახ, საერთაშორისო მედიის სტატიებს ვკითხულობდი საერთაშორისო მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით, რომლებიც ამბობენ, რომ ანუ წლევანდელი ზაფხული საკმაოდ ცხელი იქნება, ისევე როგორც 2015 წლიდან ყველა ზაფხული და 2024 წლის ზაფხული იყო ამ პერიოდისთვის ყველაზე ცხელი წელი, ასე რომ მაინც ცხელი ზაფხულისთვის უნდა მოვემზადოთ, როგორც ჩანს, ხო? დიახ, ზაფხული სავარაუდოდ იქნება საკმაოდ ცხელი და შედარებით უფრო ნაკლებ ნალექიანი. ძალიან დიდი მადლობა ხათუნა ქოქოსაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ მიმდინარე კვირა, კვირის პირველი ნახევარი შედარებით უნალექო იქნება და უფრო მაღალი ტემპერატურა, კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებით პარსკევს, შაბათი კვირა უნდა ველოდოთ ქარიან და უფრო მეტად ნალექიან დღეებს და გემშვიდობებით მე წარმატებულ დღეს, წარმატებულ კვირას გისურვებთ.
დიდი მადლობა თამა.